მოგესალმებით ქალბატონებო, ძალიან მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და საუბრობთ ფიშინგის ახალი სქემების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის გააქტიურებული, რომ გითხრათ დღეისთვის როგორ ახასებთ ვითარებას, რამდენად ხშირი არის ეს შემთხვევები და როგორც ვიცით, გარკვეულწილად რაღაც ახალი სქემებით მოქმედებენ თაღლითები და ესეც რომ გითხრათ, მომხმარებლები რა ტიპის მესეჯებს იღებენ და შემთხვევებს Facebook-ზე, WhatsApp-ზე, რას უნდა მიეღწევა ყურადღება, რომ მოტყუბრები არ დარჩნენ და როგორ უნდა ამოიცნონ კიბერთაღლითები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მიხარია, რომ ამ თემით პერიოდულად ინტერესდებით ხოლმე. Რო გადავხედოთ იგივე წინა წლის შემთხვევებს, ძირითადად რა ტიპის სცენარები ქონდა. ეს იყო, ვთქვათ, ფოსტის ან გადამზიდავის სახელით, ფიშინგ ტიპის შეტყობინებები, ან ვთქვათ, კომუნალურის გადახდის შეთავაზება, რომელიც მოითხოვდა მომხმარებლისგან, სავარაუდოდ მავნე ყალბ ვებგვერდზე გადასვლას და იქ უკვე სტანდარტულად აიძულებდნენ გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს ან ინტერნეტ ბანკის მონაცემების შეყვანას, ან საბარათე მონაცემების შეყვანას და შედეგად მომხმარებელს ადგებოდა ზიანი. პერიოდულად არის ხოლმე სხვადასხვა სცენარი, ეხლა რამდენიმე თვეს რომ გადავხედოთ, ძირითადად ესეთი ტენდენცია არის, მაინც საკომუნიკაციო საშუალებებზე ხდება ფიშინგ ტიპის შეტყობინებები, დღეს მაინც ყველაზე გავრცელებული და ვთქვათ, პირადი და პროფესიული ურთიერთობისთვის მაინც საკომუნიკაციო პლატფორმები არის, ძირითადად ეს არის მესენჯერი, WhatsApp-ი, Viber-ი და რამდენიმე თვე არის გააქტიურდა Telegram არხებზეც მომხმარებელი და სწორედ თქვენ რო შეხედოთ ამ საკომუნიკაციო საშუალებების მაღალი გამოყენებადობა განაპირობებს სწორედ ამ საკომუნიკაციო საშუალებებით ფიშინგ შეტევების განხორციელება კიბერთაღლითების მიერ. ეს ლოგიკურიც არის. ახლა სცენარებს რო შევხედოთ. დავიწყოთ Telegram-ით. ყველაზე ხშირად რამდენიმე შემთხვევა მოსკრინულიც მაქვს, რომ თქვა თვალსაჩინოდ იყოს მომხმარებლისთვის, ძირითადად ხდება Telegram-ზე მსგავსი ტიპის შეტყობინება, თითქოს Telegram-ის, თქვა ადმინისტრაციულ ანგარიშზე გარკვეული ქმედება არის განსახორციელებელი. ანუ თქვენს Telegram ანგარიშზე თქვენ გარკვეული ქმედება უნდა განახორციელოთ, რომ თქვენს ანგარიშის მისაწვდომობას საფრთხე არ დაემუქროს. სტანდარტული ესეთი ფორმალური ტექსტია, რომელიც ძალიან მიმსგავსებული არის ისეთ შეტყობინებას, რომელიც სოციალური მედიის ან საკომუნიკაციო საშუალების, ვთქვათ, ადმინისტრატორმა შესაძლოა გამოგიგზავნოს. სინამდვილეში ეს მიუხედავად ამ, ვთქვათ, ფორმალური ტექსტისა, რომელიც ძალიან ადვილია, რომ მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, იღებს მომხმარებელი, იღებს ამას ლეგიტიმურ შეტყობინებად, იმიტომ რომ უყურებს, რომ Telegram-ში მიიღო ეს შეტყობინება, სადაც წერია, რომ თუ, ვთქვათ, კონკრეტულ ქმედებას არ განახორციელებ, ანგარიშს დაემუქრება. საფრთხე ის გაუქმდება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქ, რა თქმა უნდა, ბანალურად და სტანდარტულად არის მოცემული ბმული, რომელსაც მომხმარებელი არ აკვირდება, ზოგჯერ ისეთი გაურკვეველი რამ არის მითითებული ბმულის დასახელებაში, რომ თავიდანვე უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ ეს არის სავარაუდოდ ყალბი ბმული, აჭერს სამწუხაროდ ამ ბმულს, გადადის ყალბ ვებგვერდზე, სადაც მას თხოვენ ინტერნეტ ბანკის მონაცემების გაზიარებას ან რამე სხვა მონაცემის გაზიარება დაუფიქრებლად ის უზიარებს და სამწუხარო არის ის, რომ შესაძლოა შეიყვანოს საბარათე მონაცემები და ჩვენ აქ ვგულისხმობთ ბარათის სრულ ნომერს, მოქმედების ვადას და ბარათის, თქო, ვერიფიკაციის თუ ვალიდაციის 3 თუ 4 ნიშნა კოდს გააჩნია, რომელიც საგადახდო სისტემის ბარათი არის. შეყავს ეს მონაცემები, ასევე სამწუხაროდ ხშირად ერთჯერად კოდსაც კარნახობს ამ თაღლის, ანუ წარმოიდგინეთ, ყალბ ვებგვერდზე, როდესაც გადამისამართება, ის იქ შეყვანილი მონაცემები არის კიბერთაღლითისთვის ხილული. მას პარალელურად უკვე ნამდვილად ლეგიტიმურ ვებგვერდზე შეყავს ეს მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ თქვა დამატებითი უსაფრთხოება არის მათ შორის კანონის ნაკარნახები და ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ მომხმარების მყისიერად ძლიერ ვერიფიკაციას, რომელიც გულისხმობს დამატებით გარდა მომხმარებლის სახელისა და პაროლისა, დამატებით ერთჯერადი კოდის მონაცემების შეყვანას. ეს ერთჯერადი კოდი თაღლითის მიერ შეყვანილ ლეგიტიმურ ვებგვერდზე მომხმარებლის და პაროლის შეყვანის შედეგად მოდის მომხმარებლის მობილურის ტელეფონზე, თაღლითი ეუბნება, რომ უნდა შეიყვანო ეს კოდი და სამწუხაროდ მიყვება თაღლითის ყველა მითითებას მომხმარებელი, შეყავს ეს მონაცემები. აქეთ მხარეს ბანკის სისტემისთვის ის ჩანს როგორც ლეგიტიმური მომხმარებელი, იმიტომ რომ ის ვერიფიკაცია რაც უნდა გაეკეთებინა და ის ერთჯერადი კოდი, რომელსაც მხოლოდ თვითონ უნდა მოსვლოდა და თვითონ უნდა
თავად უნდა ენახა რამდენად სწორად და ლეგიტიმურ ვებგვერდზე შეეყავს, ხო, ეს უგულებელყო და სამწუხაროდ ესე მოხმარებელს ადგება ზიანი. იგივენაირად, იგივე თქვათ ქმედებით ხდება ნებისმიერ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე, თქვათ იქნება WhatsApp-ზე, Viber-ზეც იგივე, შესაძლოა Messenger-ში. აქ ასევე გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვათ Facebook პლატფორმაზე ან Messenger-ზე მოხმარებელზე თქვათ კიბერთაღლითი ქმნის ანგარიშს, რომელიც არის ძალიან მიახლოებული, მიმსგავსებული, თქვათ სახელით და გვარით. შეიძლება რამდენიმე ასე იყოს განსხვავებული, მაგრამ მოხმარებელი ამას არ უყურებს. შესაძლოა თქვათ თქვენ სანაცნობო წრეში, რომელიმე თქვათ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი აირჩიოს, მისი სახელით და გვარით მიმსგავსებული პროფილი შექმნას და თქვენი სახელით სხვას დაუკავშირდეს და გვაქვს ესეთი სცენარი, როდესაც მსგავს რაღაცაებს ეუბნებიან, რომ აი ვთქვათ შენი გააჩნია ხო რაღაცა ინფორმაციასაც მოიძიებენ. დღეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი სოციალური ქსელი ვთქვათ Facebook-ს ბევრი პროფილი არის ღიად, მოხმარებელი ღიად 1000 სხვადასხვა ინფორმაციას, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეუძლია ვთქვათ კონტექსტის შესწავლის შედეგად და ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვათ წერენ და ეუბნებიან, რომ აი ვთქვათ ტელეფონი დამეკარგა, ვთქვათ თანხამა გადასახდელი, მშობლებს მართებს ჩემი და ასეთი ბანალური სცენარი არის, მაგრამ სამწუხაროდ მოხმარებელი მაინც ეგება ამ სატყუარაში და იქაც თქვა ბანალურად ან ხშირად იყო ესეთი შემთხვევები, რომ თქვა ბარათის სურათსაც უგზავნიათ, რაც ყოვლად მიუღებელი და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავაკეთოთ, ამ თქვა უზიარებენ საკომუნიკაციო საშუალებებით. აი ეს არის ძირითადი თქვა ის ბანალური სცენარები, რომელსაც სამწუხაროდ კიბერთაღლითის შედეგი მოაქვს, იმიტომ რომ არ ვუფიქრდები, თქვა არ უყურებ თუ მიმსგავსებული ხშირად ასევე არის თქვა IT მხარდაჭერის სახელით. შესაძლოა ასევე იყოს მსხვილი კომპანიის ან ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიის სახელითაც თქვა სარეკლამო კამპანია შეიძლება იყოს, ასევე მსხვილი დამსაქმებლის სახელის გამოყენებით იყოს თქვა სამუშაოს შეთავაზება და ქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც თქვა მაღალანაზღაურებად სამუშაო შეთავაზება იყო და განაცხადის მიღებისთვის ისთხოვდნენ თანხას. ჩვენ ხო პრაქტიკაში არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც სამსახურზე განაცხადი იყოს ფასიანი. ამაზე არ უფიქრდებით, აქ რა გაფრთხილება უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ფრთხილად ვიყოთ არსად თქვა განაცხადის აპლიკაციის თუ CV-ს გაგზავნის სანაცვლოდ, ან თქვა დამსაქმებლის მიწოდებისთვის, აი ესე აშკარად თანხას არ ითხოვენ, მაგრამ არის ესეთი შემთხვევები და თქვა ის სამსახურის მოტყუებული მაძიებლებიც აზიარებენ სამწუხაროდ საბარათე მონაცემებს და ასე შემდეგ. ბოლო დროს ხშირი შემთხვევა გვაქვს ასევე კრიპტო შეთავაზებებზე, ამ თქვა საბროკერო კომპანიის სახელით აკეთებენ შეთავაზებას, თითქოს სახარბიელოდ თანხის განთავსების სანაცვლოდ, თქვა დიდი უგებისთვის კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოთ, თანხა უნდა გადაურიცხონ, საბარათე მონაცემები გაუზიარონ და ასე შემდეგ. ანუ სცენარი რო შევაჯამოთ არის შემდეგი. ან თქვა ადმინისტრატორი უკავშირდება საკომუნიკაციო პლატფორმის სახელით მომხმარებელს, ან თქვა IT ტექ სამსახური არის, რომელიც ეუბნება, რომ აუცილებლად იმისთვის, რომ ანგარიში არ გაგიჩერდეთ, გარკვეული ქმედება განახორციელოთ, ან თქვა საბროკერო შეთავაზება არის, კრიპტოვაჭრობა და ასე შემდეგ. ანუ სცენარები არის ასეთი, მაგრამ ხერხი არის ერთადერთი. თქო აწვით შეტყობინება, სადაც არის ყალბ ვებგვერდზე მოცემული ბმული, სადაც გადაყავხართ მომხმარებელს და იქ უკვე შეყავთ ან ინტერნეტ ბანკის ან საბარათე მონაცემები. ესეც რომ განმარტოს ყალბი ბმული, როგორ თავარი წესი რა არის, რომ დაგვიხვდეს ადამიანი, რომ ეს არის საფრთხის შემცველი, როგორ დაიცვას თავის ფინანსები ინტერნეტ სივრცეში. ერთი მარტივი წესი არსებობს, რომლის იმ სავალალო შედეგების პრევენცია შეიძლება, რომ მსგავსი მოწოდებები, როდესაც თქვენ არ ხართ ინიციატორი და რა იგულისხმება, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, აქციების შეძენა, კრიპტო ბაზარზე ვაჭრობა და ასე შემდეგ. თუ თქვენ არ ხართ ამ ქმედების ინიციატორი, რას ნიშნავს, რომ ვთქვათ, კონკრეტული საბროკერო კომპანია დამაინტერესა, კონკრეტული საბროკერო კომპანიის, ან ვთქვათ, სხვადასხვა შეთავაზება დამაინტერესა, მე თვითონ დავუკავშირდი ამ კომპანიას და ველოდები მათგან უკავშირს. თუ თქვენს მიერ არ არის ინიცირებული ქმედება, თხოვნა, მხარდაჭერის გაწევა, მსგავს შეთავაზებას უბრალოდ არ უნდა უპასუხოთ. ყველაზე მარტივი არის, რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, თუ თქვენს მიერ არ არის ინიცირება გაკეთებული, მსგავსი შეტყობინები უბრალოდ უნდა წავშალოთ.
Იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება მავნე გვერდზე გადაიყვანოს მომხმარებელი, მავნე ბმულზე დაჭერით შესაძლოა თქვენს მოწყობილობაში ჩამოიტვირთოს თქოთ ესე თქვა დავირუსებული პროგრამა. ან მავნე კოდი, რომელიც გავრცელდება დანარჩენ ქსელზე, თუ თქვა საკომუნიკაციო საშუალებები ხო ლეპტოპზეც აქვს, სამუშაო მანქანებზე და ასე შემდეგ, ბმულზე დაჭერითაც შესაძლებელია, რომ ინფიცირდეს თქვენი მოწყობილობა, ხო, გავრცელდეს ეს მავნე კოდი, თქვენი ფაილები დაიშიფროს და ბევრი სხვა სავალალო ქმედება შეიძლება მოყვეს ამ უნებლიე ბმულზე დაჭერეს. თუ თქვათ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ თქვათ მეილზე მოვიდა ან საკომუნიკაციო საშუალები ჩვენ დესკტოპზე გავხსენით, ჩვენ შეგვიძლია თქვათ ადრეს ამაზე გვისაუბრია, რომ თქვათ მაუსი თუ მივიტანეთ ბმულზე, თუ ერთი და იგივე გამოინათა, თქვათ მიტანილ მაუსზე, რაც არის ბმულში მითითებული, დიდი ალბათობით ვებგვერდი ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ ხო ძირითადად მობილურ ტელეფონს ვიყენებთ და ძირითადად შეტყობინებები აქ მოგვდის, ხო? ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ამის შემოწმების შესაძლებლობა, თუ კიდევ ერთხელ გამეორდები, თუ თქვენ ინიცირებული არ არის და თქვენ ესე ვთქვათ უცნობიან ნაცნობისგან მოგდით, ეჭვი უნდა შეიტანოთ ამაში, ხო? და არ დავაჭირო და არ მიყვეთ ბმულს. ეს არის ყველაზე მარტივი წესი, რომელიც თქვენ ბევრ პრობლემას და მომხმარებელს ბევრ პრობლემას აარიდებს. ეხლა აუცილებლად უნდა დავუშვათ ის, რომ არ დააკვირდება მომხმარებელი, ვისგან არის ეს შეტყობინება, დრო არ გვაქვს, ან არ მივაქციეთ ყურადღება, ან გაფრთხილება და გაგვინილდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გადავიდა მავნე ბმულზე და შეიყვანა, თქვათ, ინტერნეტ ბანკის მონაცემები ან საბარათე მონაცემები. თუ კი ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი და პაროლი შეიყვანა, იმ წამსვე უნდა შევცვალოთ პაროლი იმ ინტერნეტ ბანკში და ასევე ყველა იმ ანგარიშზე, სადაც ეს პაროლი იქნება. კარგი პრაქტიკა არის, რომ ყველა ანგარიშზე სოციმედია იქნება თუ ელფოსტის ანგარიშები უნდა ქონდეს სხვადასხვა პაროლი. მაგრამ მომხმარებელი თავს არ იწუხებს იმით, რომ დააყენოს რთული პაროლი და ყველგან ქონდეს უნიკალური პაროლი, ამიტომ უნდა დავუშვათ ის პაროლი, რომელიც გააზიარა ყალბ ვებგვერდზე და ის არის უკვე კიბერთაღლითისთვის მისაწვდომი და ნაცნობი, ხო, შესაძლოა სხვაგან ქონდეს გამოყენებული. ამიტომ ყველა პლატფორმაზე, სადაც ეს პაროლი აქვს, უნდა შეცვალოს. თუ კი შეიყვანა საბარათე მონაცემები, ბარათის სრული ნომერი, ვადა და მისი ვერიფიკაციის კოდი, იმ წამსვე უნდა დაუკავშირდეს მომსახურე ბანკს, დაბლოკოს ეს ბარათი. ეს ბარათი აღარასდროს აღარ უნდა გამოვიყენოთ არსად. ასევე არის პრევენციული წესი, თუ თქვათ როგორ ბლოკავთ ან მობაილ ბანკით, ან ინტერნეტ ბანკით, ან თუ კი არც ერთი არის მისაწვდომი იმ მომენტისთვის, პირდაპირ ვეკავთ ხელხაზზე, გადიხართ იდენტიფიკაციას, ბანკს აქვს გარკვეული პროცედურა, ბლოკავთ ამ ბარათს. არასდროს ამას არ ვიყენებთ, ვიღებთ ახალ ბარათს. კარგი პრევენციული წესი არის, რომ ბარათზე არ ქონდეს მსხვილი თანხა. მსხვილი თანხა რას ნიშნავს? ჩვენ ხელფასის სრულად, წლის დანაზოგი, ბონუსი, ნებისმიერი სხვა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იმ ბარათზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად 100% დაცული არც ერთი არ არის, ხო? დღეს თქვათ, ციფრულ საუკუნეში ვართ, ვითარდება ტექნოლოგიები, ვითარდებიან ასევე კიბერთაღლითები და სხვადასხვა ხერხებით შეუძლია, თქვათ, იგივე ონლაინ მაღაზიებს თუ სხვა პლატფორმებზე მიიტანონ კიბერშეტევა და გარკვეული ინფორმაცია იქიდან სწავიღოთ. ამიტომ პრევენციულად ჩვენ მქონდეს მცირე ზომის თანხა, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება ყოველდღიური საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუ თქვათ, უნებლიეთ თქვენ ეს მონაცემები შეიყვანეთ ყალბ ვებგვერდზე, ან სადაც ბარათი გაქვთ დამასწორებული, იმ ორგანიზაციაზე იყო განხორციელებული კიბერშეტევა, თქვენი მონაცემების მოპოვებისას თქვენი რისკი არის მხოლოდ ის მცირე თანხა, რაც გექნებათ ბარათზე. თუ თქვა შესყიდვა დაგჭირდათ, გადაიტანეთ ეს თანხა ისეთი ანგარიშიდან, რომელსაც ბარათი არ იქნება მიმული, ხო? თქვა მოთხოვნამდე ანაბარიან ანგარიში, ძირითადად თანხა იქ გადაიტანეთ და ნელ-ნელა თქვენი თქვა ყოველდღიური მსყიდველობითი საჭიროებისთვის გადავიტანოთ ეს თანხა. ეს არის კარგი პრევენციული წესი. ასევე კარგია თქვენთვის უცნობ სივრცეში არ დავიმახსოვროთ ბარათები. თქვენ შეგიძლიათ თქვენ პერსონალურ კომპიუტერზე და ლეპტოპზე, რომელსაც იყენებთ სახლში, რომელზეც უნდა დავუშვათ, რომ აყენებთ მუდმივად განახლებებს, ხო, თქვათ, აკრძალულ საიტებზე და საეჭვო საიტებს არ სტუმრობთ და თქვენ გარდა ამ ლეპტოპს არავინ არ იყენებს. იმ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თქვენ საბარათე მონაცემები დაიმსახუროთ. ისე ზოგადად კარგი წესია, რომ ბროუზერში ეს მონაცემები არ დავიმსახუროთ, იმიტომ რომ თქვათ, იმ ვებგვერდზე რო განხორციელდეს კიბერშეტევა, ეს დამახსოვრებული მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება კიბერთაღლითისთვის. ანუ პირველი გავითვალისწინოთ, რომ უცხო ვებგვერდზე არ შევიყვანოთ ეს მონაცემები, არ დავიმახსოვროთ მონაცემები და თანხა, მხოლოდ მცირე თანხა განვათავსოთ ბარათზე. და ასევე ის მოწყობილობები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ
სოციალური საკომუნიკაციო საშუალებები, სადაც გვაქვს დაყენებული, ხო? აუცილებლად უნდა განვაახლოთ. ოპერაციული სისტემის განახლებების უნდა დავაყენოთ ლეპტოპზე, მობილურ ტელეფონზე და ასე შემდეგ. ანუ ყველა მოწყობილობაზე, რომელიც არის დაერთებული ინტერნეტთან, აუცილებლად ეს განახლებები დავაყენოთ. ამით ამ ყველა რეკომენდაციით ჩვენ ვამცირებთ იმის ალბათობას, რომ თქვათ კიბერშეტევა განხორციელდეს წარმატებით და თუ კი განხორციელდა, მაშინ თქვათ იმ ზიანის მასშტაბი იყოს მინიმალური. აი ეს არის ძალიან მარტივი წესები ჩვენ რო დავიცვათ. პირველი არის რომ ყურადღებით ვიყოთ. ის თუ თქვათ პირობითად თქვენი სახელით გააკეთეს პროფილი და ამ სახელით უკავშირდებიან თქვენ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს და ასე შემდეგ. ამ თქვათ თქვენ გიგავთ, თქვენ ხართ ის პირი, რომელსაც უკავშირდება, თქვათ თქვენთვის ნაცნობი. დიახ, თუ ეჭვი შეგეპარათ, როგორ რას აკეთებთ? სხვა არხით უკავშირდებით, პირობითად მოგწერათ მესენჯერში, WhatsApp-ში. ურეკავთ თქვენ და ამოწმეთ. ესეც არის ერთ-ერთი გადამოწმების წესი, რომ თქვენ უკავშირდებით უშუალოდ თქვენთვის ნაცნობ პირს და ეუბნებით, რომ მესენჯერი შენი სახელით შემომივიდა, თქვა თხოვნა, თანხის გადარიცხვის ან ჩარიცხვის და ასე შემდეგ, ნამდვილად შენ ხარ. შესაძლოა ვინმე სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ესე ვთქვა, ძალიან ბევრ გათვითცნობიერებულ ადამიანს მოსვლია მსგავსი შემთხვევა, როდესაც ეჭვი არც შეუტანია, რომ იმდენად ახლობელი ადამიანის სახელით იყო განხორციელებული მსგავსი შეტევა, რომ აზრადაც არ მოსვლია გადამოწმა და სამწუხაროდ საკმაოდ მსხვილი თანხის გადარიცხვა მოუწია. ამიტომ გავითვალისწინოთ ხოლმე. ხო ჯობს რომ ის მცირე უხერხულება გადავლახოთ და ვთქვათ, რომ მაინც მოდი გადავამოწმო და გადამოწმებულად მე ვთქვათ გავუწიო მხარდაჭერა და ასე შემდეგ. აი როგორც ხედავთ ძალიან მარტივი წესია. პირველია რომ უგულებელყოთ, თუ ვინმე მწერს და მომიწოდებს ქმედებისკენ და ხშირად არის ხოლმე რომ აი დღესვე აუცილებლად 1 საათი გაქვთ იმისთვის რომ კონკრეტული ქმედება განახორციელოთ, ეს უნდა იყოს უკვე ესე ვთქვათ შუქნიშანზე წითელი თქვენთვის რომ უნდა შეჩერდეს და არანაირი ქმედება არ განახორციელოთ. ასევე ეს გამომგზავნი შეგვიძლია დავბლოკოთ. ამის საშუალება აქვს. კიდევ ერთხელ განახლების მნიშვნელობაზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ და ყველა საკომუნიკაციო პლატფორმას დღეს აქვს დამატებითი დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, ხო? დავაყენოთ ორფაქტორიანი დაცვა, როდესაც შედიხართ საკომუნიკაციო პლატფორმაზე, დამატებით კოდი შეიყვანეთ, რომელიც თქვენთვის იქნება ცნობილი. აი ეს არის საბაზისო წესები, რომლის გათვალისწინების შესაძლებელი იყო სამწუხაროდ იმ ბევრი შემთხვევის თავიდან არიდება. თვითონ ბულის მისამართი, ის მეუბნებია, რაღაც განსხვავებული არის, ხომ? აი, მაგითაც რომ შეიძლება აუცნობა. ძალიან მარტივად, აი მაგალითისთვის მოვიყვანთ კონკრეტული თქვენთვის კარგად ცნობილი ორგანიზაციის ან სავაჭრო ქსელის სახელით არის მოსული შეტყობინება. ძალიან მარტივად ამ ორგანიზაციის დასახელება ხომ უნდა იყოს ბმულში და უნდა ემთხვეოდეს. ასევე თუ კი თქვენ დაინტერესდით, რომ აი თითქოს და ლეგიტიმური ორგანიზაცია, ვიცი, მუდმივად კამპანიები აქვთ, რეკლამები განთავსებული და ასე შემდეგ. თუ კი დაგაინტერესებთ, რა შეუძლია მოხმარებელს გააკეთოს, თვითონ მოიძიოს ნებისმიერ საძიებო სისტემაში ეს ორგანიზაცია და გამოიყენოს მისი ოფიციალური ვებგვერდი. ყველა შეთავაზება, რომელიც იქნება გაგზავნილი ამ კომპანიის სახელით, აუცილებლად ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება. ამიტომ მოწოდება არის ის, რომ ყოველთვის ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურად მოქმედი პირი და გადავამოწმოთ. თუ დაგვაინტერესა, მოვძებნოთ და მხოლოდ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით ვიმოქმედოთ. მადლობა თქვენ.